მილიონი სახში არ გადამიხდიო და მისი დეკლარაცია მაქვს. ადი ახლა $300,000 გადახდია. პროვოკაციის რატო ჩხუბობ? პროვოკაციის მიხდი ახლა. როგორ გეკადრებ? როგორ მეკადრება მიდი გაიარე. ადგილი ნახე ხა მაკითხების დასასრულად. მაკითხების დასასრულად. არა, რატო ჩხუბობ? რატო ნერვიულობ? რატო ნერვიულობ? მე საჭირო. აი Facebook-ს ვინც მიხარ 300,000 ხო განაზღაურა. მაიმუნობის ნუხარ მოსული გაიკეთე პირად ნუხარ მაიმუნობის მოსული. ნუ ნერვიულობ. ნორმალური კითხავს რომ გისწავ ნუ ნერვიულობ. ნორმალურად დასიასწა ადგილი ხარ. მარტო ვარ და კითხვას გისმენ. რატელი ადგილი აქ არ არის. ნუ ჩხუბობ და ნუ იჭირები. ხარ პროვოკატორი. კითხვის გარდა არაფერს არ ვაკეთებ. კითხოთ რა. იქნება შევთავაზოთ იმაზე რომ 400 ლარზე მეტი უნდა კონდეს მეეზოვეს. 500 ლარზე. ვერ გავიგე და ამ დროს თქვენმა ჩინოვნიკმა მილიონიანი ქონება აგერა. პროვოკატორობა. მილიონიანი ქონება შეიძინოთ. ახლა დეკლარაცია შეჭერე. პროვოკატორობა. არა, ამის მე პასუხი უნდა ქონდეს. ამიტომ გთხოვ, დამშვიდდი. 400-500 ლარი აქვს მეეზოვებს ანაზღაურება. და ამასობაში დედაქალაქის მერიაში არიან ჩინოვნიკები, რომლებმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს მილიონობით ლარის ქონება დააგროვეს. მართალია წმინდა ბრაზობენ ამას რო ახსენებ, მაგრამ ნუ ფაქტი ჯიუტია, დეკლარაცია შეუძლია ნებისმიერს გადაამოწმოს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებს შეექმნას ნორმალური პირობები, საცხოვრებელი მათ შორის, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ანაზღაურების გაზდა.